დილამში დავით. იყავით ჩვენთან ერთად. დილამში დავით ჩემო კარგებო, ესეც ხუთშაბათი დღე. დილა, ჩავალაგოთ ლანჩები ერთად, თუმცა როგორ ვამზადებთ, რას ვამზადებთ და რას ვატარ განსაკუთრებულ თაიას, ვერ ვამკითხეთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ცალკე ვიდეოს, იმიტომ რომ აქ უბრალოდ ფიზიკურად ვერ დავატებ და აუცილებლად ცალკე განახერხებთ როგორ ვამზადებთ. და კიდე ჩავდოთ და ჩავალაგოთ ყველასთვის რამდენი დღის ლანჩი. ცალკე გადავიღებთ თაიას და ჩავდოთ აუცილებლად. მაშინ ისე დავიწყოთ. ხელოვნური რძე, თაია უკვე აღარ არის ბუნებრივ კვებაზე, სანამ გახდებოდა 1 წლის. მოკლედ დავასრულეთ ლაქტაცია და გადავედით ხელოვნურ კვებაზე. ეს რძე არის მზა, არ ჭირდება არც შეთბობა, არც გაზავება, უბრალოდ კარგად შეანჯღრევთ, გადაიტანთ ბოთლში და შეგიძლიათ უკვე მიცეთ ბავშვს საჭმელად. ესეთი ხემსის კონტეინერი, სადაც არის სხვადასხვა კრეკერები, ასევე არის ბლინები, ასევე არის ყველის ჭხირი შიგნით და ხილი ორნაირი მოცვი და მარწყვი იყო ამ შემთხვევაში, ასევე წყალი, ასევე ეს მზა პიურე, რომელიც უმეტესად არ მირთმევს ხოლმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვუდებ რომ რა იცი და რა ხდება, თან ჯერჯერობით მთელი დღე არ ვტოვებ ხოლმე, მხოლოდ ნახევარი დღე. ასევე მთავარ კვებად ქონდა ყველიანი მაკარონი, სპეციალური პატარა მაკარონებით მოუმზადე და როგორც უკვე გითხარით, აუცილებლად ცალკე ვიდეოში განახერხებთ ლანჩებს როგორ ვამზადებ. ზადვართ. დაი, გამარჯობა. გამარჯობა. ლოკალაკალდი. ტომატი. ასაცმელი მომშეთ. შენ ძმებს გავაღვიძოთ. დილამშვიდობის. ჩაიცვალ დღეს სკოლის. გადავიდე. აჰა, გამართვი. აჰა. ბაბი, გამართვი. აბა. მიხეილ, მოდი და ჩაიცვი. გამოდი. შოჩიქს ამოვიღე. აჰა, ეს მიხეილისთვის. ეს შენ ვიყავს. ამას ვიღე. თვითო. პაპის ბალიში გაკ. შენ უნდა გაიმზადო. მოდი და თვითო ჩაიცვი. რა თქვი წეგან? აქ უფრო მოგწონს სკოლაში? რატო? ნაზი რა არის?